კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში რეგიონებში მოხალისეთა მიღება გამოცხადდა. პროგრამას გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. მოხალისეთა მიღება გამოცხადებულია შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, კახეთში, შიდა ქართლში, ცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. ორგანიზატორთა განმარტებით მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოხალისეთა მიღებას უკვე მეხუთედ აცხადებს. პროგრამა ხორციელდება პროექტის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში ფარგლებში. მოხალისეთა ქსელი აერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და მისი მიზანი არის მათი ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების პროცესში. ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოს დაცვით საკითხებზე, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება, ნარჩენების მართვა, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები. ტრენინგების კურსის დასრულების შედეგად მონაწილეებს ჩვენ გადავცემთ სერტიფიკატებს და ისინი ავტომატურად ჩაირიცხებიან მწვანე ბანაკში კლიმატის ელჩები, რომელიც წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად ტარდება დაბა ბაკურიანში 1 კვირის განმავლობაში. რეგისტრაცია ხდება ონლაინ, სპეციალურად შემუშავებულ ფორმაში. ტრენინგების ხანგრძლივობა გასტანს დაახლოებით 1 თვეს, თვენახევარს და გაგრძელდება ამ პერიოდის განმავლობაში და მასში ჩართულნი იქნებიან პროექტით გათვალისწინებული 46 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.